მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ესე იგი უნდა მოვაკითხოს დაჩიმ სუპრატი MK5-ით. გავდივართ YouTube ვიდეო უნდა გადავიღოთ. ცოტა ალბათ განზოგადებას გვექნება დღევანდელ ვიდეოში. ცოტა დაგიბრუნდებით რომ მოვა. ეხლა უნდა წავიდეთ დიდ გორზე, ცოტა ვისრიალოთ, კაი კადრებიც გადავიღოთ. რას თქვია ვადაჩი? რა ვიცი, სამიდები გამოვიდა რა. წავიდეთ ის გორზე. პროსტა კანონი ცოტა გვიშლის ხელს რა. მაგრამ არა უშავს. შენ ავირგებს. ხო. MK5-ით ვართ გამოსული სუპრატი. რა ვიცი, ზაფხულში რით უნდა გავოთ თუ არა სრიალით და მანქანით. გაზავით ესე რომ ვთქვათ. ეხლა ავალთ დიდ გორზე. იქიდანაც შემოგთავაზებთ კაი კლიპებს და სრიალის ვიდეოებს. მანქანის შესახებ რა უნდა გესაუბროთ. არის B59 3-დან 2 6 ცილინდრიანი. სტოკ ტურბოზე აქვს ყველაფერი, რაც შეიძლება, ასევე აქ აქვს ესეთი BMW-ის ლოგო, რომელიც ტრიალებს. ხა შიგნიდან განახებთ. წითელი ღვედები აქვს, რომელიც ძალიან ხვდება ჩემი აზრით. ასევე G90-ის საჭე 2025-იანის. კიდევ აქვს ბევრი კარბონის დეტალი სხვა შორის, რომელიც ძალიან უხდება, კარბონის სპოილერი და კარბონის კაპოტი. ეხლა განახებთ ძრავში აიმალება. K&N-ის ფილტრი უყენია. ასევე ეხლა მოგასმენებთ ხმას მანქანის.
კარჩე მოვიდე ხა დიდგორის მემორიალთან. ხო, მე ვიყავი ბათუმში წინაზე და მე გითხარით რომ გადავიღებდი რაღაც 1-2 ვიდეოს, მაგრამ ვერ გადავიღე, ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ არ მეგონა თუ ესე თქვა და პონჩი გავუჩდებოდი, იმიტომ რომ ცხოვრებაში ველა წავედი ბათუმში. ხო, ეხლა მინდა განახოთ რაღაც კლიპები ბათუმში რო ვიყავი, გაზაობით ეს თქოთ. მოგესალმებით, დღეს გასატესტად გყავს M4 Competition Shoot 22. არის 2021 წლიანი MAP 859 MAP LC 600. ძალიან კაი მანქანა, მაგრამ ცოტა კუტრაკეს პოლიცია, რადგან მახუჭე თუნდაც არის ვიხლობი, როგორც ჩემებურად. ცოტა დიდი ხმა მოგეგანახობ. სალონია კიდე მაგის განახოთ. ძალიან ალაჩულებრივი M4-ია რა. Даже იმ კოლშებზე. კოლშებია, короче, აი ბარემ განახოთ რა, კარბონი და ყველაფერი აქვს მანქანას რა, აი ბარემ. შუქი საგინთო. თუ შეიძლება. აჰა, კარბონაც, კარბონი. კარბონი. არ მოგატო. Carbon fiber. და სხვა ამბები რა ვიცი რა. ცოტა ხანში დაგანახებთ როგორ სრიალებთ. საბურავები რავი, კარგი გვაქვს, ხო? წავა რა, ბაიძე. რო რამე ბამპერიანად გაზრევ. ხო რა. და ახალი გაკეთება არ აქვს, ფული არ ჭირს. ხო. შეუძლია ნახოთ. ხო და ასევე ვიყავ GT1 გასული რა. ხო და პოლიციამ გაგოჩერა, არასტოკი მაყუჩები გვეყენა. გაგოჩერა და გადაიყვანეს რა თქმა უნდა 10 დღით საჯარიმოს და ჯარიმას დაგვიწერეს 200 ლარიანი თუ 300 ლარიანი არ მახსოვს რა. ხო მინდა რომ ამ კანონზე ვილაპარაკო ერთი სიტყვით რა. ძალიან არასწორი კანონი არის ჩემი აზრით. კი რაღაც რომ კაი არის, იმიტომ რომ აი ეს ხალხი რო დადის რაღაცა ძალიან გატრუმბული მანქანებით ეს ღამის 12 საათს და ხალხს რო არ აძინებენ ზოგს შეიძლება ავადმყოფი ბეიბი აყავს ან რავი შვილი და ნუ არ შეიძლება კი გეთახმებით მაგაში, მაგრამ აი იმ ხალხმა რა უნდა გააკეთოს, ვისაც აი სიტყვაზე M5 იყავს რა და სტოკად მოყვება ეგეთი მაგარი ხმა რა და უნდა რომ რაღაცა ვიზუალური მხარე შეცვალოს რა. რავი, ვიზუალური მხარე ჩემი აზრით პატრონის საწყვეტი უნდა იყოს რა, იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინე ჩემი მანქანა არის და ვიზუალურად მინდა რომ შევუცვალო მაყუთში, ხო? რა შუაში არის ხმასთან? კი, შეიძლება რაღაცა ხმაში გამოიწვიოს, მაგრამ რავი, ესე არ შეიძლება მაინც ჩემი აზრით რა. ეხლა შეიძლება კარგად ვერ ჩამოვაყალიბე როგორც მაგალითად დიდემა. მაგრამ რავი, რაც შემიძლია ვამბობ რა. ეხლა გეტყვით სამომავლოდ რას ვაპირებ რა. წინაზე ერთ-ერთმა კეთილმა ადამიანმა გამოიჩინა სურვილი რომ ეჩუქნა ჩემთვის მიკროფონი. მან შუქა, კაი მიკროფონია, ძალიან მაგარი მიკროფონი არის. მაგას ვიყენებთ, მაგრამ მე ხა რითიც ვიღებთ არის iPhone 15, ჩემი მეგობრის iPhone 15, მაგრამ მე მაქვს iPhone 13 Pro. iPhone 13 Pro-ზე არ მიდის ესე თქო და ჩასაერთებელი. და რავი, ხან შემოგთავაზოთ მიკროფონის გადაღებას, ხან არა. ხო, ასევე მინდა რომ არხი მოვხოდო, გაგრძელებას ვაპირებ. სწავლა რო დაიწყება, ალბათ ვერ შევძლებთ დიდად რომ შემოგთავაზოთ ვიდეოები, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები. კიდევ ასევე თხოვნა მაქვს რომ ჩემი მეგობრის დაჩის არხი გამოიწეროთ, აი აქ ამოვარდება. და ასევე კიდე მადლობას ვუხდი დაჩისაც რომ იღებს, ოპერატორი რო არის დღეს ჩემი. და ასევე მადლობას ვუხდი იმ ადამიანსაც, ვინც ესე თქო და მიკროფონი მაჩუკა და გამომიგზავნა. მადლობა.
ნუ მოკლედ დღეისაც სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის და ლაიქი და გამოიწერეთ არხი. მადლობა.